ბროწეულის ზღაპარი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა 3 ვაჟიშვილი. ამ ხელმწიფეს თავის ბაღში ედგა ერთი ბროწეულის ხე, რომელიც ადამიანის თავის სიმსხო ნაყოფს ისხამდა და თანაც ძალიან ტკბილი იყო. მხოლოდ კარგად დამწიფებას არავინ აცლიდა, ვიღაცა უკრებდა. ხელმწიფემ მცველის დაყენება გადაწყვიტა, მაგრამ მაინც ერთიანად კრებდა ვიღაც. ვაჟებმა უთხრეს: მოდი მამავ, ჩვენ დავუდარაჯებთო. კარგიო, უთხრა ხელმწიფემ. პირველად წავიდა უფროსი შვილი სადარაჯოდ. ცოტა ხანს იფხიზლა, მერე კი დაეძინა. მოვიდა ვიღაცა და დაუკრიფა ნაყოფი. მეორედ საშუალო წავიდა სადარაჯოდ, მაგრამ იმან შუაღამემდე იფხიზლა და დაეძინა. მოვიდა ვიღაცა შუაღამისას და დაკრიფა ბროწეულები. მესამე ღამეს პატარა ძმა წავიდა და მთელი ღამე იფხიზლა. თურმე ის რჯულ-ძაღლი შორიდან ზვერავს, ელოდება როდის დაეძინება. გათენება მოატანა და მაშინ იფიქრა, ახლა დღის შუქზე აღარ მოვაო და ჩაიძინა უმცროსმა ძმა. თურმე დევი ყოფილიყო. ჩაჩაჩუჩი რომ დაუწყო ბროწეულს, ჯერ არც კი მოეწყვიტა, გამოეღვიძა ბიჭს. ნახა, დევი არის და ბროწეულზე მიბობღავს. კრამშულდის არის. ხმაზე გამოცვიდნენ უფროსი ძმები. ნახეს, მოურტყამს ბიჭს ის არის და კვალი ეტყობა ხეს. სისხლის დენია. ძმებს უთხრა: წამომყევით, უნდა მოვკლა ის დევი. შეიარაღდნენ სამივენი და წავიდნენ, მიყვნენ კვალს. მიყვნენ და ნახეს, რომ მინდორზე ერთი ორმოსავი დამუხრეტილი იყო და იმაში ჩავიდა კვალი. კვალი აქ მიდისო, თქვეს ვაჟებმა, ჩვენც აქ უნდა ჩავიდეთო. წავიდნენ, გრძელი თოკი მოიტანეს. თურმე ორმო გრძნეული ყოფილა. როგორც თორნე, ისეთი სიმხურვალი ამოდიოდა. შეაბეს უფროს ძმას თოკი, ჩაუშვეს და უთხრეს: ნახე ერთი რა ამბავია ორმოში და ამოგძახეო. ჩაუშვეს, დაიწყო ყვირილი. ამიყვანეთ, დავიწვი. და რაღაც იზამნენ, ამოიყვანეს მაშინვე. ახლა საშუალომ შეიბა თოკი წელზე. ჩაუშვეს და იმანაც დაიწყო. ვაიმე, დავიწვი. და ისიც მაშინვე ამოიყვანეს უკან. ბოლოს პატარამ შეიბა თოკი და უთხრა ძმებს: რამდენი დავიძახო, დავიწვი ამომიყვანეთო, იმდენი უფრო დაბლა ჩამიშვით. ჩაუშვეს. შეაწუხა სიცხე, მაგრამ უძლებდა და ამბობდა თავის გულში: თუ ამ დევის საქმე არ გავიგე, რად მინდა თავი ცოცხალიო. ჩავიდა ძირამდის და დაიძახა ჩავედიო. იმის ძახილზე ვნახოთ კარი გაიხსნა. სინათლეზე დაინახა, ქალი იყო. ქალმაც დაინახა, რომ ჯეელი ბიჭია. წაავლო ხელი და შიგნით შეიყვანა. ნახა ბიჭმა ორი სხვა ქალიც. ქალებმა უთხრეს: თავი ეგრე როგორ გაიმეტე, რომ აქ ჩამოხვევ. ეს წეული საიდანღაც მოვიდა ისრით დაკოდილი და ჯავრისაგან დაიძინა. მალე გაიღვიძებს. არიქა, თავს უშველე, როგორც ჩამოხვევ, ისევ ისიადი ზევით, თორემ გაიღვიძებს და შეგჭამს. ბიჭმა უთხრა: ეგ მე დავჭერი და მაგას გამოვედევნე. უნდა მოვკლა. ქალებმა უთხრეს: შენი იარაღი მაგას ვერ მოჰკლავს და მაგის ხმალს კიდევ შენ ვერ დასძრავ. დაინახა ბიჭმა კედელზე უშველებელი ხმალი ეკიდა. მივიდა, ჩამოიღო მსუბუქად და მოუსინჯა ფხა. ქალებს გაუკვირდათ და თქვეს: კარგად შესძლებია და იქნება დევის ჯავრი ამოყვაროს. ქალებმა უთხრეს: ნუ ღარ დაიგვიანებ, სანამ ძინავს უფრო ადვილიაო. ბიჭმა მიუგო. დაძინებულს არ მოვკლავ. ქალებმა დაუწყეს ფიცილი. თუ გაიღვიძა, შენ შეგჭამს და ჩვენც დაგხოცავს. მაგრამ ბიჭმა დაამშვიდა. ნუ გეშინიათ, ჩემი საქმის მე ვიცი. უთხრა ეს ბიჭმა და დასჭყილა დევს. დევმა წამოაჭყიტა თვალები და ბიჭი რომ დაინახა გაშმაგებული წამოხდა. სანამ ის გასწორდებოდა, დასძახა ბიჭმა. მე ისა ვარ, რომელმაც ფეხი მოგტეხა და ახლა მოვალ, სული უნდა ამოგაცალო. და კიდეც მიუშვა ხმალი თავში და თავი ორად გადაუჩეხა. დაეცა ეს დევი როგორც დიდი მორი. მოეხვნენ ქალები და დაუწყეს ბიჭს კოცნა. მერე დასყდნენ და უამბეს თავთავიანთი თავგადასავალი. ჩვენ სამნი მოტაცებული ვიყავდით სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ წყეულს ნეტავ რად ვუნდოდით. ჩვენ ნებას არ ვაძლევდით, ახლოს გაგკარებოდა. ტყუილად სახელისთვის ვყავდით. ქალებმა გაუღეს სასახლის ოთახები და აჩვენეს დევის ზინეთი ოქრო ვერცხლი და სხვადასხვა ფასეულობა. მაშინ ბიჭმა უთხრა: მე ორი ძმა მაღლა მელოდება. ჩვენ ხელმწიფის შვილები ვართ. ორნი ჩემს ძმებს გამოყევით ცოლად. და ერთსაც თვითონ წაავლო ხელი. შენ კიდევ მე. გაუხარდათ ქალებს და თქვეს: თუ კი ხელმწიფის ვაჟებს გავყვებით ცოლად, მეტი რაღა გვინდაო.
ჩააბარგეს, რაც კი კარგი რამ იყო და შესძახეს ძმებს. აბა, ასწით თოქსაო. ასწიეს და ახიდეს, რაც უნდოდათ და მერე ქალები აიყვანეს. დარჩნენ ის ბიჭი და თავისი საცოლე. ქალმა უთხრა. ჯერ შენადი, თორემ ძმები გიღალატებენ და აღარ აგიყვანენ. ბიჭმა უპასუხა. არა, როგორ შეიძლება შენ აქ გამყოფო და მე ავიდე? ხედავ ჯიუტო. მე ვიცი, რომ მერე ძმები აღარ ამოგიყვანენ და მოდი ერთ რამეს გაჩვენებ. მიიყვანა ერთ ოთახთან. გახსნა და აჩვენა შიგ 3 რაშიება, 1 შავი, 1 წითელი და 1 თეთრი. ქალმა უთხრა. რახან არ დაგიშლია, ყური დამიგდე და თუ გაგიჭირდეს, ამათ მიმართე. თუ წითელზე შეჯდები, ნეტარება შენ, გაგიმართლებს და მაღლა ამოგიყვანს. თუ თეთრზე შეჯებ, გვერდ-გვერდად წაგიყვანს და ვინ იცის, სად გაგაელვებს, მიწაზე იქნება თუ ზღვაში, სადმე დაგყუყავს. და თუ შავზე შეჯექი, ქვესკნელში ჩაგიყვანს. წითელზე რომ დაჯდომას დაიწყებ, თეთრი და შავი ეცდებიან თვითონ შეგისვან და ლაჯებში გაგიძვრებიან და გამოგიძვრებიან, მაგრამ მაინც იმდენი ეცადე, რომ წითელზე შეჯდე. მისცა ქალმა დარიგება. შეაბა საქმრომ თოკი და აიყვანეს ძმებმა ორმოსევით. ბიჭი ელოდებოდა, ან ახლა ჩამოუშვებენ ჩემთვის თოქს, ან ახლაო, მაგრამ აღარ ჩამოუშვეს. მიხვდა, მართალს ეუბნებოდა ქალი. რაღაც იზამდა. ძმებს გადაუწყვეტიათ, ახლა ეგ რომ ამოვიყვანოთ, სულ მაგისი სახელი იქნება და მამა ჩვენი აბუჩა დაგვიგდებსო. ამიტომ ეგრე ვუთხრათ, დევი ჩვენ მოვკალით და იმისი ქონებაც ჩვენ წამოვიღეთო. ძმა კი გზაში დავკარგეთ, ვერ გავიგეთ საით წავიდაო. ადგნენ, წამოიღეს ის დიდი დოვლათი და ქალებიც წამოიყვანეს. გზაში ქალებს უთხრეს, არამც და არამც არაფერი წამოგცდეთო, თორემ დაგხოცავთო. მოვიდნენ შინ და მამამ რომ დაინახა, ორნი მოვიდნენ. მაშინვე ჰკითხა, ბიჭი რა უყავითო? უთხრეს, როგორც გზაში მოილაპარაკეს. დაედარდა ხელმწიფეს, მაგრამ რაღაც იზამდა. უმცროსი ძმის საცოლემ სთხოვა. მე ერთი ოთახი ჩემთვის მომეცით, ცალკე უნდა ვიცხოვრო. იმ დღიდან მოყოლებული იყო ცალკე ოთახში დაღონებულად. ძმები კი ხარობდნენ თავიანთ ცოლებთან. ისაწყალი ბიჭი რომ დარჩა ორმოში, ძალიან ბევრს ეცადა და ეწვალა, მაგრამ ვერ გაახერხა წითელ ცხენზე შეჯდომა. შავი გაუძვრა ლაჯებში, შეისვა და გაუძახა ქვესკნელს. რაქნა საწყალმა ზის რაშზე და დადის დაღონებული. ბოლოს მივიდა ერთ სახლთან და დაიძახა. გამოვიდა ერთი ბებერი და ჰკითხა, რა გინდაო? ბიჭმა უთხრა. შეიძლება ამაღამ აქ დამაყენო? მობრძანდი შვილო, შენ მაღლა ხმელეთისას ჰყავხარ და აქ საიდან ჩამოსულ ხარ? დასხდნენ და უამბო ბიჭმა თავისი თავგადასავალი. ძალიან შეეცოდა ბებერს, მაგრამ რას იზამდა? იმ ღამეს ვახშამი აჭამა და დააძინა. გათენებამ რომ მოატანა, თურმე ბებერს პური არასდებოდა. გაცრა ფქვილი, ქვევში წვიმის წყალი ჰქონდა მღვრიე. ამოიღო, ქვაბში გაათბო და პურს ზელა დაუწყო. იმ დროს ბიჭს არ ეძინა და ბებერს ჰკითხა. ნუ თუ წყალი არა გაქვთ, რომ მღვრიე წყლით აზელთ პურსა? ბებერმა უპასუხა. წყალი კი გვაქვს, მაგრამ გველეშაპი ჰყავს დაპატრონებული და არ გვაძლევს. მარტო ხელმწიფეს აძლევს დასალევად და ხელმწიფესაც იმიტომ აძლევს, რომ თავისი ქალი მისცა. რას ამბობ? მომეცი, დიდი ჭურჭლები გექნება. წავალ მე მოგიტან წყალს. დედაკაცმა დაიწყო ტირილი. არ ქაგიშვებ, უცხო მიწიდან ჩამოსულ ხარ. შენი რა ბრალია, ჩვენ რომ წყალი არა გვქონდეს. ბიჭმა უთხრა. წავალ, ვნახოთ როგორ არ მომცემს წყალს. ჩაიცვა, დაიხურა, შემოირტყა დევისეული ხმალი. შულდისარი გაირჭო წელში, წავიდა და წყლის ჭურჭელის ბლომად წაიღო. მივიდა ნახა, ერთი დიდი კოშკი იდგა და აივანზე ერთი მთვარესავით ქალი იყო გადმომდგარი. ქალმა რომ დაინახა, დაუძახა, სად მიხვალ, რაზე გაგიმეტებია თავიო. ბიჭმა არც კი შეისადარა. მივიდა და წყალს ავსება დაუწყო. ჩამოვარდა ქალი სასწრაფოდ ძირს. მივიდა, მოკიდა ხელი, მაღლა აიყვანა და ჰკითხა ვინაობა. ბიჭმა უამბო თავისი ვინაობა და უთხრა. სად არის გველეშაპი? ქალმა მიუგო. მაღლაცაშია სანადიროდ წასული. იქიდან დაგინახავს, წამოვა და მოგკლავს. შენ ნუ გეშინია? ცოტა ხანს შენს მუხლზე მიმაძინე, რომ მოდიოდეს გამოღვიძე და თუ არ გამეღვიძა, ერთი კარგი სილა შემომკარი არ დაგეხათროს და გამომეღვიძება. დაიძინა მყისვე. გველეშაპმა რომ დაინახა, ქალის კალთაში ვიღაცას ძინავს, წამოვიდა ჭექა გრგვინვით.
გაიგონა ქალმა, რომ ერთი გნიასით მოდის, დაიწყო ტირილი, მოვა და მოჰკლავს ამ პატიოსან ვაჟსო. ცრემლები რომ დაეცა, მაშინვე წამოხდა ბიჭი. მოავლო მშვილდის არსხელი, სტორცნა გველეშაპს და შიგ გულში გაუტარა. დატრიალდა გველეშაპი ცაში, წამოვიდა ბზრიალით და დაენარცხა მიწაზე. ბიჭმა ჩამოირბინა კიბეებზე, ავსო ჭურჭლები კამკამა წყლით და ქალს უთხრა. შეგიძლია დაბრუნდე მამა შენთან. მერე წამოიღო წყალი და მოვიდა ბებერთან. ბიჭი რომ მოვიდა ბებერს ძალიან გაუხარდა. გაუკვირდა და ჰკითხა, როგორ იყო ბრძოლაო? ბიჭმა უთხრა. ის არის ვესროლე, გულში მოხვდა და მოვკალი. ის ხელმწიფის ქალი რომ მივიდა მამასთან, ხელმწიფეს ძალიან გაუკვირდა და ჰკითხა თავის ქალს. რა მოხდა, როგორ დაეხსენი გველეშაპსო? ქალმაც უამბო რაც მომხდარიყო. გავარდა ქვეყნად ხმა გველეშაპის მოკლისა და ქვეყანა ერთმანეთს ეცა. დაიწყეს ძებნა და გმირი კი არა ჩანდა ვინ იყო. მერე ხელმწიფემ ჰკითხა თავის შვილს. შვილო, ვერ იცნობ ვინ იყოო? ქალმა უთხრა. თუ ვნახე ვიცნობ. გამართა ხელმწიფემ მეჯლისი და დაუძახა მთელს თავის სახელმწიფოს. გაიშალა სუფრა და დაიწყო მეჯლისი. ბევრი ათვალიერა, მაგრამ ვერ იპოვა ბიჭი ხელმწიფის ქალმა. მაშინ ხელმწიფემ უთხრა ვეზირებს, ხომ არავინ დაგრჩათ მოსაყვანიო. ვეზირებმა უთხრეს, რა ვიცით, ერთ ბებერთან ერთი ბიჭი არის. აქაური არ ჩანს, იმის მეტი ყველა მოვიყვანეთო. წადით და ისიც აქ მოიყვანეთ. ვინც იქნება იმ გველეშაპის მკვლელი, ის იქნება ჩემი სიძე და სახელმწიფოც იმისი იქნება. ადგნენ და წამოიყვანეს ბიჭი. ბიჭს ზემოთ საცოლე ელოდება და არ უნდა ხელმწიფის სიძობა. ამიტომ გზაში ერთი შავი ბაჭია დაიჭირა. უბეში ჩაისვა და ისე მოვიდა. როგორც მოვიდა და სადარბაზოს ოთახში შეიყვანეს, იქვე კარებთან ჩაჯდა. მაგრამ რაწამს დაინახა ქალმა, იცნო მივიდა და დანიშნვის ნიშნად კალთაში უნდა ჩაჯდომოდა. მაგრამ ამ დროს ბიჭმა უბიდან ცოტათი კურდღელი გამოაჩინა და ქალი ვერ მიხვდა რა იყო და შეკრთა. შეეშინდა და უკან გაბრუნდა. მამამ უთხრა. რა გეშინია, შვილო? თუ ეგ არის, მიდი და კალთაში ჩაუჯექი. ქალმა უთხრა. უბეში რაღაც ყავს და მაშინებს. თვალები დახუჭე, მიდი და ჩაუჯექი. ნუ გეშინია. მართლაც დახუჭა თვალები ქალმა, მივიდა და ჩაუჯდა კალთაში. ამოდენა დამწრე ხალხმა იგრიალა და დაჰკრეს ტაში. ხელმწიფემ მაშინვე ააყენა და წაიყვანა სასიძო ცალკე და კითხა სადაურობა. ბიჭმაც დაწვრილებით უამბო თავისი თავგადასავალი. ხელმწიფემ უთხრა. მოდი, შვილო, ჩემი ქალი შეირთე ცოლად, დაჯექი ხელმწიფეთ და დარჩი აქა. ამ ბიჭმა უთხრა. თუ შეძლებდა მაღლა ამიყვან, ეგ იქნება ჩემი პატივისცემა და თუ არა, მე არც შენი ქალი მინდა ცოლად და არც ამ ქვეყნის ხელმწიფობა. მაშინ ხელმწიფემ უთხრა. რა ვქნა, შვილო, ეგ მე არ შემიძლია და თუ ვინმე სიშოვი ისეც რომ აგიყვანოს, რასაც ითხოვს და ან რაც დასჭირდება, თვალის დაუხამხამებლად მივცემ. გამოემშვიდობა ბიჭი და წამოვიდა ბებერთან. სანამ ბიჭი მივიდოდა, ხელმწიფემ ბებერთან დიდძალი დოვლათი გაგზავნა. კარგი სახლის გაუკეთა ხელდახელთ და მოსამსახურეებიც მისცა. მოვიდა ბიჭი ბებერთან და უთხრა. მაღლა ასვლა მინდა ჩემს ქვეყანაში, თუ არა ვედი, არ ვიცი ჯავრით რა მომივა. ეგები იცოდე ისეთი ვინმე რომ მაღლა ამიყვანოს. ბებერმა უთხრა. ერთი რამ ვიცი, მხოლოდ კი არ მემეტები გასაშვება. დარჩი აქა, იქ რა ვაგინდა. ვერ დავრჩები, იქ საცოლე მელოდება. მაშ კარგი, შენ წადი ამა და ამ მინდორზე. იქ ერთი ხე დგას და ზედ ფასკუნჯის ვებერთელა ბუდია. ახლა ბარტყები უზის შიგ. იმ ბუდეს ერთი არწივი ჰყავს შეჩვეული. ყოველ წელიწადს ბარტყებს ის უჭამს. წადი, ის არწივი მოუკალ და თუ აგიყვანს, ის ფასკუნჯი აგიყვანს, თუ არა და სხვა ვერავინ. წავიდა ბიჭი, ნახა ის ხე და ზედ ბუდე. მივიდა, ჩაჯდა და დაიმალა. იმის ყისმათზე არწივიც მოფრინდა. როგორც კი უნდა დასცემოდა და ერთ-ერთი ბარტყი წაეყვანა, ბიჭმა სტყორცნა არწივს ისარი და ჩამოაგდო. გაუხარდათ ფასკუნჯის ბარტყებს, გაშალეს ფრთები და გრილო დააყენეს. სად იყო და სად არა, ფასკუნჯიც მოფრინდა. ნახა რომ მისი შვილები უნებლად არიან, არწივი კი მკვდარი გდია. შვილებმა უამბეს რაც მოხდა. ჩაფრინდა ფასკუნჯი მაშინვე დაბლა, ამოიყვანა ბიჭი და დაჰკოცნა. მერე უთხრა.
შვილები, შენ გადამირჩინე და რას დამავალებ, რომ შეგისრულო? ბიჭმა უთხრა. მეტი არაფერი მინდა, მაღლა ხმელეთზე ამიყვანე. ძალიან ძნელი საქმე დამავალე, მაგრამ მეტი რა გაეწყობა. მოამზადე საგზაო თადარიგი და აგიყვან. 20 ძროხა დაკალი, 20 თონე პური დააკარ, 20 რუმბი ღვინო, ერთი დიდი რამე დაწან, რომ ზურგზე დამადგა, ყველაფერი შიგ ჩავაწყოთ, შენც დაგისვამ და ავფრინდეთ. წამოვიდა ბიჭი ხელმწიფესთან დაღონებული. ხელმწიფემ რომ ბიჭი დაღონებული დაინახა, კითხა. რა ხენი, რამე საშველი არის თუ არა? ბიჭმა უპასუხა. საშველი კი არის, მაგრამ ფასკუნჯმა დიდი ხარჯი მომთხოვა. განა ისეთი რა მოგთხოვა? კითხა ხელმწიფემ. ფასკუნჯის დავალება ყველაფერი უამბო ბიჭმა. გაუხარდა ხელმწიფეს და უთხრა. მაგაზე ადვილი რაღა არის? მაშინვე დააწნევინა დიდი გოდორი, დააკვლევინა ძროხები, გამოაცხობინა პური და აავსებინა ღვინით ქვევრები. ამასობაში ფასკუნჯიც მოვიდა. დაადგეს ზურგზე გოდორი, ჩააწყვეს ყველაფერი შიგ. ბიჭიც გამოემშვიდობა ყველას და ჩაჯდა გოდორში. ფასკუნჯმა უთხრა. ზევით რომ წავალ, რამდენი დავიწივლო, იმდენი თითო ძროხა, თითო თონე პური და თითო რუმბი ღვინო უნდა ჩამაყარო. იწილვა ფასკუნჯმა, შეტორტმანდა მიწა და წავიდნენ ზესკნელში. რამდენს იწივლებდა, იმდენს ჩაუგდებდა ხოლმე ბიჭი სასმელ საჭმელს. ერთი აფრენაღა იყო დარჩენილი, რომ ხორცი დააკლდა. რა ქნას ბიჭმა? იფიქრა და ბოლოს თავისი ბარკალი გამოიჭრა. ჩაუგდო ფასკუნჯს პირში და კიდეც აიწია ის მაღლა. ზევით რომ ავიდნენ, ფასკუნჯმა იკითხა. ბოლო დროს რომ ხორცი ჩამიგდე, რად იყო ტკბილი? ბიჭმა უპასუხა. ეგ მე გამოვიჭერი ბარკალი. შეწუხდა ფასკუნჯი, გამოიძრო ფრთიდან პატარა ბუმბული, მისცა და უთხრა, მოისვი და გაგიმრთელდებაო. მართლაც, მოისვა თუ არა ბიჭმა, წამსვე გაუმთელდა ფეხი. ფასკუნჯმა უთხრა. მე რომ ისევ დაბლა წავალ, დიდი მიწისძვრა იქნება. ხეს რამეს მოეჭიდე, შენც დაბლავე რომ არ ჩამოვარდე. ეს ბიჭიც მოეხვია ერთ დიდ მუხას, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. დაეშვა ფასკუნჯი დიდი ჭექა ქუხილით და როცა დაამდა დედამიწა, მაშინ ადგა ეს ბიჭი და გაემართა თავისი სასახლისკენ. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა სასახლეს. სანამ მივიდოდა, ხელმწიფეს მახარობელი მისვლო და შენი დაკარგული შვილი მოდის, გზაში ვნახეთო. გამოეგება ხელმწიფე თავისი ამალით და გახარებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს. თავისი საცოლეც გულა მომჭდარი მივარდა. სიყვარულით მოეხვია და უთხრა. რა გინდოდა, დაგეჯერებინა ჩემთვის, ამდენ ტანჯვას ხომ არ გამოვივლიდით? მერე დაიბარა ხელმწიფემ უფროსი ვაჟები და უთხრა. აკი ჩვენ თვალითაც არ დაგვინახავს ჩვენი ძმა, სადღაც დაიკარგა და დევი კიდევ ჩვენ მოვკალითო? ხელმწიფემ ჩამოხრჩობა გადაუწყვიტა ცრუებს და ორპირებს, მაგრამ უმცროსმა სთხოვა. მე მაპატიე მაგათი თავი და თუ გიყვარვარ, ნუ დახოცო. დაუჯერა მამამ პატარა შვილს, არ დახოცა ძმის მოღალატე ვაჟები, მაგრამ ცალკე კი გაყარა განაპირა ქოხებში. უმცროს ვაჟს კი დიდებული ქორწილი გადაუხადა. თავის სიცოცხლეშივე გაახელმწიფა და ხარობდნენ დიდხანს და მართავდნენ ქვეყანას. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.